ყველას დაგბადიშებთ ამ ცნობისთვის. ყველას. თქვენ ალბათ იცით უკვე რომ აი ამ მაგიას აწარმოებს სრულიად მასონთა საზოგადოება, ხო? პირამიდა, პირამიდის თავზე თვალი, ნათელი, ანუით, გოპტის, სიტბექტიუნან, ნოვუს ორდო სეკლორუმ, მუროლკ ეს ოდრო სუვოუმ, ხო? $1, ხო? ესე დაარქვეს, ხო? აბა უკვე წაივითოთ რალოდენო, ხო? რას ამბობენ? რალოდენ საქრისტეს მიერ ნათელ გიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს. ესე არ ვღერივართ? ანუ უკვე წავიკითხოთ, მოდი. აბა ეს თუ დამთხვევაა. რალოდენო. რაოდენსა აი ასე მეგობრებო. ეს საშინელება უნდა დასრულდეს და აი ახლა მე ამას თქვენს თვალწინ გადავხაზავ, ამასაც გადავხაზავ. ფუ არის ხაზება, ამასაც გადავხაზავ. ამასაც გადავხაზავ. ენოქ, მოდი ენოქ, მოდი. აი აქ დავაწერ ერთი წუთით. გაშიფრულია ყველაფერი, მეგობრებო, აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია გავშიფრეთ. და ახლა ამას დავასრულებთ. რაოდენსა GVL ეშაპმა, ანუ GVL-მა, GVL ეშაპმა, ევა აცდუნა, მასში ჩასახა თესლი და შემდეგ აქედან წარმოიშვა სრულიად ყველა ის, რასაც დღეს ვხედავთ დედამიწაზე, ახლა დასრულდება ამით. აი ნახეთ, ენოქ, მოდი. აღსრულდეს, აი გადავხაზოთ, იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტურად კაბალისტებისა და მასონების სრული გეგმა. აი აქ რაც წერია ყველაფერი სატანას რო ემსახურება, სატანას და ამერიკის უნიონი და United States. არ გვინდა, გადავხაზავ, ეს არის $1 და ახლა მე ამას თქვენს თვალწინ დავწვალ. იმიტომ რომ უნდა აღსრულდეს. აი ეს უნდა დასრულდეს. ღვთის სიტყვა უნდა ასრულდეს და სრულიად ბოროტება ამ დედამიწაზე, რომელიც GVL-მა ჩაიდინა, უნდა დასრულდეს. ხო და ეს GVL-ი აი ახლა ამით დასრულდება. ნახეთ? ხედავთ, ხო? აი ახლა დასრულდება ეს ყველაფერი. შო, მორჩი, გათავდა, ყველაფერი დასრულდება. აბსოლუტურად ყველაფერი დასრულდება ახლა. აღდექი სულო, რომელიც ჩვენ ვტანჯავდა, დასრულდეს და აღსდექი სულო, რომელიც ჩვენ ნათელში, ნათელი ქნების და ყოველივე სფარდა აეხდება და სულ ერთია ვინ განადგურდება და რა განადგურდება, ის დარჩება, ვინც არის ქრისტეში. ამინ, ამენით. და სწორედაც დღეს მე მომეწოდა ეს ინფორმაცია, რომ აი ეს $1, რომელიც სიმბოლურად აჩუქეს ჩემს შვილს, აი ეს $1, რომელიც მე მქონდა საფულეში, დაიწვა. დაიწვას სრულიად მასონთა ყველა ის გეგმა, რომელიც ადამიანებს ტანჯავდა და სატან ჯუველში ამყოფებდა, დაიწვას ყოველივე რაც
უშლიდა ადამიანს სულს აკავებდა სატანჯუელში და უშლიდა ადამიანს რომ ასულიყო და გათავისუფლებულიყო და ყველაფერი რაც უფალს სურს უფალს კი არა და რაც ქრისტეს მამას სურს ის დაემკვიდროს ამ დედამიწაზე ამინ ამენით აი ესე უნდა მოხდეს თუ ვინმე სახში $1 გაქვთ აი ესე დაწვით იმიტომ რომ ეს არის გბ ელეშაპის ერთი დიდი გეგმა რომელიც ჩვენ დაგვირიგეს ესე და იქ ვიდეო ნახეთ როგორ არიგებენ ამ $1 ბავშვებს როგორ აძლევენ ეს რიტუალი არის მეგობრებო რომელიც უნდა დასრულდეს ამ დედამიწაზე სატანჯუელი უნდა დასრულდეს და დაიწყოს ქრისტეს სიტყვის შესმენა ესე არის ნათქვამი არ ვიცი დეიდაჩემა აჩუქა ჩემს შვილს სიმბოლურადო და ეხლა დეიდაჩემა გაცნობიერებულად გააკეთა თუ არ გააკეთა იქ არ ვიცი მაგრამ როგორც ჩანს ესე არიგებენ $1 არ ვიცი რა ხდება მან არც მინდა ჩავიხედო იმიტომ რომ ვის როგორ ატყუებენ როგორ აცრუებენ როგორ უტრიალებენ ტვინს ამ ფულზე დახამებულ ხალხს ხო აი ეს ყველაფერი ფული უნდა იქცეს უფლად აი ფული უნდა იქცეს პირიქით ულუფად ხო ულუფები არიან ძირითადად ჩვენ ულუფები ვართ ხალხო სასუფეველში ხო ჩამოგოყვანეს ხო და ამ სუფს სთქლებენ ეგენი ულუფად და დაემხოს სატანის გეგმა იესო ქრისტეს სახელით ამინ მარია ამინ გეთანხმები მე მომაწოდეს დღეს ეს ინფორმაციები რომ ესე გააკეთე ანუ ნახეთ $1-ზე რომელზეც არის მთელი ეს მასონთა გეგმა აღწერილი და მთელი გაშიფრული არ მინდა დავშიფრო და არც დავშიფრე რაც დავინახე უკვე საკმარისი იყო ეს იყო აბსოლუტური ამოტრიალებული და თქვენ წარმოიდგინეთ დღეს ჩემმა შვილმა რა დამიხატა ნახეთ ეხლა მე გაჩვენეთ საოცრებას ამოტრიალდება დედამიწა ანუ ცნობიერება ამოტრიალდება ჩემი შვილის ნახატი იყო ეს და ძალიან მომეწონა და როგორ კარგია მეთქი უთხარი და დღეს აი ეს დამიხატა ხედავთ ამოყირავებულ მთებს ხომ ხედავთ ამოყირავებულ მთებს ეშვი ხო აი ეს ეშვს გავს ხო ეშვის ნაწილი არ არის ეს ხო და სრულიად ამოაყირავა ჩემო შვილმა რა აი ეგრე აღსრულდეს ამინ ყველაფერს თავისი სიტყვა თავისი სახელი უნდა დაერქვას და ყველაფერი საწყისიდან რაც იყო ცნობიერებაში უნდა შემოვიდეს იმგვარად როგორც იყო და არა ამოყირავებულად როგორც დღემდე გვამყოფებდნენ კარგი მეგობრებო აბა თქვენი სიტყვა ყველაფერს ფარ დააეხადა და საბოლოო ჯამში ჩვენ გავიგეთ თუ ვინ არის ევა რა მოუვიდა ევას როგორაც თუნა ევა გველმა ანუ ეს ელია რომელიც გვს გვგრის ხო აი ნახეთ მე დავფოსე კიდევაც გվ არის განი და ვინი მაგრამ თუ უკუღმა წავიკითხავთ როგორც სრულიად საქართველოს ანბანის ასობგერების სახელი გრამატიკულად სწორედ უნდა წავიკითხოთ ეს არის ეხავე გაჩვენოთ რა არის ჩემი ანბანისაც წაიღეთ დედიკო გველს თავი უნდა გაესრისოს და გაესრისა გველს თავი ნახეთ განია ხო და ვ არის ვინი აბა წავიკითხოთ ნივ
ნაგი, ნივნაგი ან ნიგ-ნივი. ეს არის ნაგავი, მეგობრებო, ნაგავი. გ არის ნაგავი. გესმით? აქედან შედგება განისა და ვინისგან შედგება ნაგავი. ჩვენ წარმოქმნით ძალიან ბევრი ნაგავი. ახლა უნდა გავასუფთავოთ, განი ვასუფთავოთ. თუ ევა იყო ევა, ე და ვ, ახლა უნდა გახდეს ავე. უკუღმა წავიკითხოთ, ევა უნდა გახდეს ავე. ავე მარიას იმიტომ უმღერიან, ავე მარიას იმიტომ უმღერიან, რომ ევამ სწოდა არა თავისი სურვილით, მეგობრებო, ის შეცდა და არც ღმერთმა დაიცვა ეს საწყალი ევა და არც სატანამ. აი ეს სატან ჯუელში ამყოფებდნენ ორივე, ღმერთიცა და სატანაც. ორივე იყო ევაზე ზემდგომი, რომელსაც შეეძლო ევა დაეცვა. არც ერთმა არ დაიცვა ევა, არც ღმერთმა და არც სატანამ. იმიტომ რომ ევამ არ დაუჯერა ღმერთსო. ასე ადანაშაულებდნენ დღემდე ევას, საწყალ ევას, რომელიც ღმერთის ქმნილებამდე აცდუნა ევა. საწყალია ევა. ევა იქცა ავეთ, ავე, ავე, ავე. ამიტომ მეგობრებო, გველს თავი გაესრისა ევასგან. გაესრისა გველსაც და იმ ელსაც, რომელ ელმა გველი წარმოშვა. და ეს ელი არის იახვე. ორივე ღმერთი ამყოფებდა ევას სატან ჯუელში და ახლა ორივე ღმერთი ევას ფეხქვეშ აგია. ავე, ავე, ავე. ახლა გილოცავთ მეგობრებო, დედა ღვთაებამ გასრისა ორივე ის ღმერთი, რომელიც ევას სატანჯველში ამყოფებდა. მის შვილს სატანჯველში ამყოფებდა. ორივე, იხვიც და გველიც, ორივე გასრისა. ახლა მეგობრებო, აღადგინეთ ყოველი ის ცნობიერება, რომელიც თქვენში შემოვა და შეუერთდით ქრისტეს. რამე თუ ქრისტე რომ არა, ევას ვერავინ გადაარჩენდა. ევა იხსნა ქრისტემ. ეს იხვიც და ეს გველიც ორივე გასრისა ქრისტემ. ამინ.